რუსული გაზისა და ნავთობისგან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამგვარი კლება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სადამსჯელო ზომების შედეგია, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. კერძოდ, საქმე ეხება რამდენიმე სხვილგაბარიტიანი ქვეყნისთვის დაწესებულ ამერიკულ ტარიფებს რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის შემთხვევაში. ასეთი იყო მაგალითად ინდოეთი. თავისი როლი ითამაშა ევროკავშირის მიერ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის დასანქცირებამ, იმ ტანკერების მიმოსვლის შეზღუდვამ, რომელსაც რუსული ნავთობი და გაზი გადაჰქონდათ. ეს რესურსი კი კრემლის მთავარი ინსტრუმენტია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასაფინანსებლად. ცვლილებები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უბიძგებს გაზარდოს გადასახადები და მეტი ისესხოს რუსული ბანკებისგან, რათა სახელმწიფოს მერყევი ფინანსური მდგომარეობა დროებით მაინც შეინარჩუნოს სტაბილურ კონდიციაში. იანვარში ენერგეტიკიდან მოსკოვის შემოსავლებმა 4,3 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 33%-ით ნაკლებია იმ 6,54 მილიარდი ევროსგან, რომელიც კრემლმა დეკემბერში მიიღო. გასული წლის იანვართან შედარებით კი ეს 65%-ით ნაკლები მაჩვენებელია. 2025 წლის იანვარში ენერგეტიკიდან კრემლის შემოსავალი 12,2 მილიარდ ევროს ითვლიდა. ვაშინგტონის ზეწოლამ კრემლის ფინანსებზე სერიოზული დარტყმა მიიტანა. მათ შორის იყო რუსეთის 2 უმსხვილეს სანავთობო კომპანიაზე სანქციების დაწესებაც, რამაც პოტენციურ მყიდველებს სერიოზული ბარიერები შეუქმნა. ვაშინგტონი საკუთარი საბანკო სისტემებიდან ყველა იმ სუბიექტის მოხსნითაც დაიმუქრა, ვინც რუსეთისგან ენერგულ რესურსებს იყიდდა. ეს კი მულტინაციონალური კორპორაციებისთვის სერიოზული წუხილის საგანი გახდა. დამატებით ევროკავშირის მიერ რუსული ნედლეულისგან დამზადებული საწვავის აკრძალვამ შედეგად მოიტანა ის, რომ მოსკოვი საკუთარ პროდუქტებს ვერც სხვა ქვეყნებში გადაამუშავებდა ბენზინის ან დიზელის საწვავის საწარმოებლად. ბრუსელი ახლა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობს, რომელიც ევროკომისიაში შვედეთისა და ფინეთის შეთავაზებით დარეგისტრირდა. ეს კი რუსული ენერგორესურსებისთვის გადაზიდვის მომსახურებაზე სრული აკრძალვის დაწესებას გულისხმობს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიანი თვლის, რომ რუსეთის ფინანსებზე დარტყმა არის ერთადერთი გზა მოსკოვი მოლაპარაკებებსა და ომის დასრულებაზე დაითანხმო.